მოგესალმებით ისევ და ისევ ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან. ეხლა ვიმყოფები საერთაშორისო მედია ცენტრში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო გუნდზე პასუხისმგებელი მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან საერთაშორისო მედიას და საერთაშორისო თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე ისაუბრებენ. ასევე გეტყვით, რომ გუშინ გაიხსნა აქ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, ანუ პარლამენტის ხტომა, სადაც მოხსენება წარადგინა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, მან წარადგინა ჩინეთის სამთავრობო პროგრამა, ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებებზე, საერთაშორისო მიმართულებებზე და ამის შემდეგ ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა გუნდის, მაგალითად ეკონომიკური გუნდის, საერთაშორისო მიმართულების გუნდის პრესკონფერენციები და შეხვედრები საერთაშორისო მედიასთან, რომლებიც უპასუხებენ და პასუხობენ მედიის კითხვებს და ასევე საუბრობენ პრიორიტეტებსა და ძირითად გამოწვევებზე. ასევე ახლა მე შემოატრიალებ კამერას და გაჩვენებთ, როგორი ინტერესია საერთაშორისო მედიის მხრიდან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს მოხდა 2023 წელს, ხოლო 2024 წელს კი ჩინეთმა მოუხსნა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი და შესაბამისად ჩემი კითხვა, თუ მექნება ამის შესაძლებლობა, შეეხება საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებს და სავიზო რეჟიმის გამარტივებას და შესაბამისად ვკითხავ მინისტრს, რა შედეგს ელოდება ჩინეთის საგარეო უწყება და ჩინეთის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მაშასე გამოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დაიკავებს თავის ადგილს ახლა. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხა უპასუხებს მედიის კითხვებს.更收获在一些同志为核心的中央坚强领导下，中国外交深入贯彻落实大大精神方面的分歧。მინისტრი ვან ი ახლა საუბრობს მსოფლიოში მშვიდობის აუცილებლობაზე, ასევე საუბრობს, რომ განვითარებად ქვეყნებთან საჭიროა უფრო მეტი თანამშრომლობა. საკმაოდ დიდ დროს უთმობს ჩინეთ-რუსეთთან ურთიერთობას, ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობას. ამბობს, რომ ეს თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება და ამბობს, რომ ეს იქნება ორი ხალხისთვის საერთო სიკეთის მომტანი. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა ბევრი იმუშაოს რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობის მიმართულებით.外界认为，这是中国倾城汇融周边外交理念在不断生根发芽、开花结果。请问，您对今年周边？ მინისტრი ახლა ტაივანის თემაზე საუბრობს და ტაივანის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია და ეს არის ერთიანი ჩინეთი, დაგმო ტაივანში ჩატარებული არჩევნები და ტაივანის დამოუკიდებლობა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვითარება მალე შეიცვლება. მას ასე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ყურადღება გაამახვილა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, მეორე, საერთაშორისო პროექტების გაღრმავება. მას ყურადღების მიღმა არ დარჩენია უკრაინის კონფლიქტი და საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო უკრაინის კონფლიქტზე საუბარს. ასევე ისაუბრა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე, გლობალიზაციაზე და ასევე საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო ერთი ქამარი ერთი გზის ინიციატივას, რომელიც 2024 წელს ჩინეთის მთავარი გამოწვევაა. მას ასე დღევანდელი შეხვედრა დასრულებულია და მინისტრი ტოვებს დარბაზს.
მინისტრის პრესკონფერენცია დასრულდა, მან ჟურნალისტების დაახლოებით 15-ზე მეტ კითხვას უპასუხა და ეხლა მოვინიშნე, რაზე გააკეთა აქცენტები. მინისტრმა ისაუბრა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, აღნიშნა, რომ ჩინეთი საკმაოდ ბევრს მუშაობს ამერიკასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, აღნიშნა, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები მიდის გაუმჯობესებისკენ და გაიხსენა 2023 წელს პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტი სან-ფრანცისკოში და აღნიშნა, რომ ეს იყო საკმაოდ პოზიტიური ვიზიტი. ასევე აღნიშნა, რომ წელს 75 წლისთავია ჩინეთ-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების და ჩინეთი ყოველთვის მზად არის ამერიკასთან თანამშრომლობის. შემდეგი პუნქტი ეხებოდა ევროპასთან ურთიერთობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებთან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებთან საკმაოდ ბევრს მუშაობენ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე და მოხსნაზე და ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ 6 ქვეყანასთან დაგეგმილია სავიზო რეჟიმის მოხსნა. რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს. ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე კრიზისის დასაძლევად, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ყველა კონფლიქტს აქვს დასასრული, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას ევროპის კონტინენტზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს გახსნილი აქვს კარი მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაასახელა, რომ წელს 6 ქვეყანა არის პრიორიტეტი, ვისთანაც ჩინეთი გეგმავს სავიზო რეჟიმის მოხსნას.